მოხუცი ალბათ ვიქნები. 100 წელს შემდეგ ჩემზე დაწერენ რომ 100 წელს შემდეგ. ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდი ამჯერად ბიჭად. ჩემზე ამბობენ რომ რაც არ უნდა გადამიხადონ. არავინ იცის რომ მე სინამდვილეში არავინ იცის რომ მე საქართველოში იბადებოდნენ და მე წუხდნენ მუდამ ამაზე თუ როგორ არის. ჩემი ასაჩევი რო იყოს დავიბადებოდი რიოში და ვიქნებოდი ფეხბურთელი. ქალად რო გავჩენილიყავი ვიქნებოდი მძიმე ქალი. ან კაი ბიჭის და. წინა ცხოვრებაში ვიყავი კოალა, დარწმუნებული ვარ. კეთილი. ბავშვობაში ვოცნებოდი ფეხბურთელობაზე მარტო. მძიმე კაცი ვარ რესპონდენტებისთვის ალბათ და აი დილით გაღვიძებიდან საუზმემდე ვინც შემხვდება იმისთვის. ჩემი კომფორტისთვის ლოგინში აუცილებელია ძილი, კარგი, კარადაში სულ ერთია. მაცივარში იცი რა? აი დაბადების დღის მეორე დღეს რო აი ტორტი შენახული საგაიფოთ და საჭმელები აი ეგ და ჯიბეში მოსაწევი. ერთხელ მოუწიე და იმის მერე ვეწევი. რაც არ უნდა გადამიხადონ, არ ვიზამ ისეთ რაღაცას, რომ მე სახლიდან ვერ გავიდე ქუჩაში. ყველაფერს გავცემდი, რომ ერთხელ მაინც მენახა ABC. მესის თუ შევხვდი ჯერ მაგრა ვაკოცებ ბევრს ძალიან. იმისთვის რომ აი 5 წელია სიამოვნებისგან დაგყალა. და მე კინკლაზეზე მოუყვებოდი რამეს, რომ ჩვენ ვყავდა მესი. ნავახუზებზე არ ვარ ხოლმე საერთოდ, იმიტომ რომ არ სვამ. იმიტომ არ სვამ, რომ ნავახუზებზე ვარ მე და ამიტომ მეთოდებიც არ მაქვს ისეთი. ჩემი და ქართული სუფრის ურთიერთობა მთავრდება 9 საათში. ვერ ვიტანა ამ 7 საათიან რაღაც პროცესს და სადღეგრძელოებს. ჯო აღარ მესიზმრება არაფერი, იცი? კაი ხანია აი ვერ ვიხსენებ, შეიძლება მესიზმრება, მაგრამ კაია თუ ცუდია არ ვიცი. არ მესიზმრება, 1 წელია მინიმუმ არაფერი არ დამსიზმრებია. მე მგონი კაია. ეროტიკულ სიზმრებს ადრე მაგრად ვნახულობდი და ეხლა შეწყდა ეს ამბავი. ფეხსაცმლის მოჭერაზე უარესი არის ალბათ აი მოჭერილ ფეხსაცმელს რო გაიხდი და მე იძულებული რო ხარ ისევ ის ფეხსაცმელი ჩაიცვა. და აი ტუალეტში რო მაგრა გინდა და რო უახლოვდები ტუალეტს, ეგეც მაგარი მურდალი. ბოლოს საშინლად გამოვიყურებოდი ბერლინის ერთ-ერთ პარკში დილით. დაღლილი ვიყავ. 60 დღეში 2 ბილეთი რო გეშოვა, ერთს გავცვლი ჯოჯოხეთის იმაში, რა ქვია, ბილეთში და ჯერ იქ წავალ და მე იქ. არავინ იცის, რომ მე სინამდვილეში ვარ უკეთილშობილესი ადამიანი. ჩემზე იმ დღეს გავიგე, რომ ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ ეგ არისო მასონიო. ხოდა რაღაც ეჭვმეპარება ხო არ ვარ მართლა ისე ჩუმად. არ ვიცი. ეგეთ რაღაცებს ამბობენ ძირითადად. საერთოდ არ მაინტერესებს ჩემზე რას ფიქრობენ უტვინოები, უსაქმურები და ბოღმები. კარგი იქნება ხვალ გავიღვიძო და გამახსენდეს, რომ წინა დღეს მოვიგე ძალიან ბევრი ფული. ძალიან ბევრი ფული რო ვიპოვო ქუჩაში, ნუ გააჩნია რამდენს ვიპოვი, თუ ძალიან ბევრს ვიპოვი. არ ვიცი, ალბათ სტანდარტულად მოიქცევი, ყველას მოუგვარებ პრობლემებს და მე ალბათ წავალ სამოგზაუროდ მეგობრებთან ერთად და ოჯახთან ერთად. კომპლიმენტებს იშვიათად მეუნებია. არ ვიცი. რა კაი იუმორი გაქვს ესე მეუნებია. მაგრამ ნანო ხანდახან რომ აქ დავიბადე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დავბადებული ვიყავი თქვათ კამჩატკის ირმების წყემსად ან რაღაცა ჩინეთის სოფელში სადღაც მიყრუებულში ხვდები, რომ ეს არ უნდა ვინანო.
მაგრამ მაინც ნანობ ხანდა. ჩემი რჩევაა, რომ არ მივაქციოთ ყურადღება, ვინ რას ფიქრობს იმაზე, როცა რაღაცას ვაკეთებ. გავაკეთოთ ის, რაც მიგვაჩნია, რომ სწორია. და ბევრი ვისწავლოთ და ბევრი ვიშრომოთ. ღმერთის წამს კი ოღონდ დღევანდელმა ქართულმა ეკლესიამ ჩვენ შორის ეს ფორმალური ურთიერთობები, რაც ადამიანს და ღმერთს უნდა ქონდეს, მოსპო. და დავჭით ეს პრინციპში კარგიცაა, იმიტომ რომ უშუალოდ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს მე და ღმერთს. მეგობრობთ და მიყვარს. ჩემთვის სამაგალითო ერი არის ორი. ის ერები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში წააგეს, ეს არის გერმანია და იაპონია. ჩვენ ყველაზე მეტად გავართ სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს და თურქებს. ვისშიც ვართ მოქცეულები იმათ. სხვადასხვა რაღაცა, ზოგს გარეგნობით, ზოგს სოფხედველობით და ასე შემდეგ. რომ დედა აქვს ეროვნულ ჟურნალისტიკაზე ვფიქრობ, რომ დედა აქვს იშვიათად ბრაზდები ძალიან ვცდილობ, რომ არ გავბრაზდე, იმიტომ რომ ბრაზდები მე ვეღარ ვაკონტროლებ თავს. როცა ვეღარ ვაკონტროლებ თავს, ძალიან არ მომწონს ეს. ამიტომ სულ მაქვს ის მოხრუჭი, რომ არ გავბრაზდ. თუ გავბრაზდი, ნუ რაღაცებს ვისვრი და ვიგინებ ტრადიციული ქართული სიბრაზე მაქვს. ძალიან გახარებული ვიყავი ბოლოს ზაფხულში, რომ ჩავედი პრაღის აეროპორტში, რომ შევედი. მაგრამ მეშინია სიბნელის. როგორც პირდაპირ გაგებით, ისე ადამიანურის. სიბერის არ მეშინია. ლოგიკურად რაც ხდება, იმების არ მეშინია. ალბათ ადამიანიც ეჩვევა და ხვდება, რომ ესე უნდა იყოს. არა, არ მეშინია სიბერის. ალბათ ესეთი ვიქნები, თორე დამჭკნარი უფრო. ბოლოს ბევრი ვიცინე, მახსოვს კი იმაზე, რა ქვია. არხ კვირიკეზე ვნახე გადაცემა, კიდევაც დაიზრდებიან. ვიღაც ხალი და ჩოხოსანი ყავდათ სტუმრად. და ძალიან ბევრი ვიცინეთ, ყველა ვინც ვნახეთ. არა. ჩვენ არაფერი არ გვეშველა.